ევრობიუროკრატიის წნეხის სუვერენიტეტზე და Deep State-ის ახალი მეთოდები ურჩი ლიდერების წინააღმდეგ. უნგრეთის არჩევნებიც ფერადი რევოლუცია იყო, თუმცა მაიდნის სპეცეფექტების გარეშე. NGO-ები და სოროსი მას დიდი ხანია ამზადებდნენ. პირველი ეტაპი ლიდერის დემონიზება იყო და ორბანსაც კრემლის აგენტის იარლიყი მიაწევეს. როგორ გამოიყენეს უკრაინა და ნავთობის მილსადენი ორბანის ხელისუფლების წინააღმდეგ? ევროკავშირის დაუფარავი მიკერძოება, რატომ ითხოვდა ბრიუსელი უნგრეთისგან ენერგეტიკულ კაპიტულაციას, ნაცვლად წევრი სახელმწიფოს დაცვისა. მე ვუბიძგებ ორბანს დაუყოვნებლივ შეწყვეტოს წინააღმდეგობა და ვეტო მოხსნას 90 მილიარდის ცეცხლს. ბრიუსელის მილიარდები პროპაგანდის სამსახურში. მთავრობების დამხობის ახალი მექანიზმები ფსევდოლიბერალური დღის წესრიგის დასამკვიდრებლად. აშკარა გახდა, რომ მილიარდები პროპაგანდასა და მთავრობების დამხობას ხმარდებოდა. იდეოლოგიური ომის ეპიცენტრი, LGBT პროპაგანდა, როგორც Deep State-ის მთავარი იარაღი ერების თვითმყოფადობის მოსაშლელად. ევროკავშირის იმპერატიული მოთხოვნა არის LGBT პროპაგანდის დაშვება მოზარდებში და ბავშვებში. და ახალი უნგრეთი. დაუხრის თუ არა თავს მადიარი ბრიუსელის მუქარასა და დიქტატს. პირველი კითხვის ნიშნები. LGBT მაუწყებლობა ბავშვებისთვის. ჩვენ დაგჭირდება კონკრეტული კანონების მიღება, რათა ევროკავშირისგან ჩვენი ფული დავებრუნოთ. ევრობიუროკრატიის მართვის მეთოდი, როგორც იძულების მთავარი ინსტრუმენტი. ევრობიუროკრატია ქვეყნებს თაფლკვერითა და მათრახით, ფულითა და სანქციებით მართავს. ზეწოლის ახალი ტალღა. რა მოლოდინებს აჩენს ბრიუსელის უხეში ჩარევები წევრი თუ კანდიდატი ქვეყნების შიდა საქმეებში. ეს ზეწოლა ჩემი აზრით იქნება უფრო უხეში ხასიათის. ახალი სტრატეგია. რატომ აირჩია ბრიუსელმა პოტენციური წევრების დასუსტების პოლიტიკა? ბრიუსელის პოლიტიკაა, რომ ახალი წევრები გერებივით უნდა იყვნენ და გაბატონებულ ქვეყნებს კონკურენცია არ გაუწიოთ. და ხმაურიანი აღიარება ბულგარეთში. ჩვენ წაგვართვეს თავისუფლება, სანაცვლოდ კი მოგვცეს ევროკავშირის, ევროზონისა და ნატოს წევრობა. თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ ქაღალდზეა. Deep State-ის მართული ევროკავშირი, თანასწორობაზე დაფუძნებული ერთობა თუ ახალი ტოტალიტარიზმი დემოკრატიის ნიღბით. ევროკავშირი საბოლოოდ საბჭოთა კავშირის მსგავს სისტემად იქცევა. შაბათს 21 საათსა და 30 წუთზე დოკუმენტურ ფილმში Deep State-ის ბრძოლის ახალი ტაქტიკა, უნგრული გაკვეთილი.